თბილისში ეკონომიკის ევროპული სკოლის წარმომადგენლობა გაიხსნა, ამასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პრეზენტაცია საჯარო სექტორის, ბიზნეს და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სპეციალურად ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ეკონომიკის ევროპული სკოლის პრეზიდენტი ელიო დე ანას ეწვია. ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდობისთვის, პროფესიული საზოგადოებისთვის. ეს არის კიდევ ერთი ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც თანამშრომლობით საქართველოს შესაბამის სკოლასა და ძალიან გამოცდილ და მაღალ კვალიფიკაციის მქონე ევროპელ სპეციალისტებთან ერთად. The mission of the school is to ჩვენი სკოლის მიზანია ახალთაობას ლიდერების შექმნა და მათი მომზადება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტუდენტები სწავლის პერიოდში დამოუკიდებელ ინდივიდებად ჩამოყალიბდებიან. მე განსხვავებული სწავლების მეთოდები გვაქვს, ვაძლევთ არჩევანის უფლებას, რომ განსაზღვრონ თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რა მიზანს ისახავენ ეკონომიკის ევროპულ სკოლაში სწავლით. მე სულ 15 ასეთი უნივერსიტეტი მაქვს შექმნილი მსოფლიოში და მათ რიცხვში შევა საქართველოც. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი ეს არის წარმატების ნაწინდარი და რა თქმა უნდა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. that can really dream